მოგესალმებით. გიერთდებით ახალი ამბებით ოღონდ არა ჩემს შპილზე, არამედ ჩემზე. მოგეხსენება თუ არ ორს მოთ და დღეს ვარ 23 კვირის და მივდივარ პირველად ექიმთან. რატო პირველად? არ ვიცი, აგეგრეა. ასეთი წესებია. მოკლედ. მთელი ორსულობა, მთელი 5 თვე. მე-6 ვარ გადასული უკვე. ჩემი ორსულობა მიმდინარეობდა ოჯახის ექიმის მეთვალყურობის ქვეშ. ხარი იყო და ვერ გესაუბრეთ. მეტროდან გიერთდებით. იოანე მომყვება ექიმთან. ხუთი თუ რამე გამიკეთებია ეხოსკოპია არის თუ ანალიზები, ოჯახის ექიმს უთქვამს და ისიც ეხოს როგორ აკეთებენ იცით? ორჯერ გამიკეთეს სულ ამ დრომდე. პრინციპში საქართველოში თასია მგონი არ მაქვს უბრალოდ იოანეზე როგორ და რანაირად იყო იმის მე 8 წელი გავიდა. დღემდე არ მაქვს გულისცემა ბავშვის მოსმენილი. თავიდან არ ვიცოდი რა როგორ ხდებოდა და რომ მითხრეს გულისცემას ვერ მოგასმენინა თუ შემეშინდა ძალიან. მაგრამ მე მითხრეს რომ არ არისო ბავშვისთვისო კარგიო რომ ჩავთვალო. და ანუ მეუბნებია რომ ნაგვაშია ეს უკვე კაი რა დედა. კაი რა დედა. ეს კმაყოფილებელია რა თავარია. და ეხლა მივდივარ რომ გავიგორო სად ვიმშობიარებ ვისთან როგორ მე მგონი გლუკოზაზე მიწევს კიდე 6 თვეში ანალიზის გაკეთება და ნახოთ რომ გამოვალ რას მეტყვის და როგორ მეტყვის. მოკლედ ეხლა მოვედი ექიმთან. ვიდრე ექიმთან შემიყვანდნენ, ექთანმა შემიყვანა ოთახში გამზომა, ამწონა, მომცა სხვადასხვა ბუკლეტები, რაღაც ინფორმაციები წასაკითხი, რაც უნდა ვიცოდე წინასწარ კლინიკის შესახებ. სადაც ვიმშობიარებ, ასევე სუდოკრები, მომცა, ჯანსუსბები, არ ვიცი ზუსტად კიდე რაღაცები სახშირმეულ, ზუსტად კონკრეტულად განახებთ. ხორის თქმა მინდა და კიდე. აქ როგორ არის იცით, ანუ ვისთანაც ოჯახის ექიმი გაგიკეთებს რეფერალს მიმართვას. უნდა იმშობიარო აუცილებლად იმასთან. ასე შენით ვერ აირჩევ ვისთან გინდა მშობიარობა და ვისთან გინდა პროფესიონალ ორსულობა ჩაიაროს. ასე გამოიყურება კლინიკა. ეს ბატონი იოანე. გამოვედი ექიმიდან. კონსულტაციამ კარგად ჩაიარა, ძალიან ბევრი კითხვები მქონდა და ყველა კითხვის დროს ბოდიშს ვუხდიდი. მეთქი მდენი კითხვები მაქვს და არა ურა პრობლემაო. მოკლედ ძალიან კარგად მივიღო. რაც შეეხება კითხვებს და უსვი კითხვები იოანესთან დაკავშირებით, რომ პირველ ბავშვზე რო პრობლემები იყო თქო. მეორეზე ძალიან ნერვიულობ და შეშინებული ვარ თქო და ასე მითხრა რომ ორმაგად გავაკონტროლებთო ყველაფერსო. ვიდრე უჩვეულებრივ ვაკონტროლებთ ხოლმეო და არ გიწევსო ეხოსკოპიაო. მშობიარობამდეო ბევრჯერო, მაგრამ სავარაუდოდ ჩავატარებთო, რადგან პირველ ბავშვზე ესეთი შემთხვევა იყო. დამინიშნა სხვადასხვა ანალიზები და რაც შეეხება კიდე ყველაზე მთავარ თემას რა მინდოდა რომ მეკითხა. ძალიან ბევრგან წავიკითხე და ინფორმაცია მაქვს უკვე წლებია მე და ჩემ ოჯახს რომ ჭიპლარის შენახვა შეგვიძლია და ამის გამოყენება იოანესთან. ჯერ წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, არაფერი არ ვიცი რა როგორ იქნება, მაგრამ ვუთხარი ამის შესახებ ექიმს და მითხრა რომ პაკეტი უნდა შევიძინო, რომლის ინფორმაციაც მექნება მხოლოდ მე და ჩემ ოჯახს და შემდგომში უკვე იოანესთან გამოვიყენებ ამას, ოღონდ მთელი ინფორმაციას დაგახვედრებ მომავალ შეხვედრაზეო. ჯერჯერობით წინასწარ ასე ვერაფერს ვერ გეტყვიო. თუმცა ვამყარებ ძალიან ბევრ იმედებს. ეს ჭიპლარი არის ღეროვანი უჯრედი, ინახება, გამოიყენება სხვადასხვა დიაგნოზებზე, სხვადასხვა დაავადებების დროს. შეგიძლიათ დაგუგლოთ, ინფორმაცია მოიძიოთ, ვინც არის სამით შესახებ. თუ გამომივიდა, ღმერთს მადლობა გამომივა. აუცილებლად გამომივა. ხო, რაც შეეხება სხვა რაღაცებს, ბავშვის გულისცემა მოისმინა პირველად, მოვისმინე ეხლა მე უბრალოდ და გული ამიჭუყდა. ძალიან მოყოფილი ვარ საბოლოო ჯამში.
მეტროში, ველოდებით ვაგონს. იონე კარგი ბიჭია, დამიჯერა, არ გამაბრაზა. ეხლა კი არ გაბრაზებული, მაგრამ კარგად მოიქცა იქ. რაი მეკითხები თუ გექნებათ აქაურ ორსულობასთან, შებიარობასთან დაკავშირებით, რაშიც კომპეტენტური ვარ, გიპასუხებთ ყველაფერში. თქვენ კი დამახვალობეთ, რომ YouTube-ზე არ ტვირთო ხოლმე და ხალისი მქონდეს და მოტივაცია გადაღების, თორე ძალიან მოპიკოჭოლე. იმიტომ რომ რეალურად ძალიან რთულია თურმე. მე ძალიან მარტივი მეგონა. მოგეთ დამასაბსკრაიბეთ და მეცდები გადავიღო ხოლმე. ძალიან მინდა რომ მშობიარობის ეპიზოდები გადავიღო, თუ გამომივა, თუ არ გამომივა. წერა ვიდეოში კიდე გემშვიდობ. მაგრამ სულ და მოვიწყდა რომ მეჩვენებინა თქვენთვის რა გამომატანეს კლინიკიდან. მთელი დასტა ინფორმაცია კლინიკის შესახებ, ვის თანავი მშობიარო, თითქმის ყველანაირი განყოფილებები ხატი აქვს კლინიკის, რომ წინასწარ ვიცოდე სად მივიდე რომ ოთახში როგორ ბლოკში და ასე შემდეგ. როგორც ვიცი, ყველა პროვინციაში სხვადასხვანაირი წესებია და აქ მე ასე მომწეს, არ ვიცი. ინფორმაციების შესახებ თუ რა არის ნორმალური მშობიარობის შემდგომი პერიოდის მერე იქნება ეს დეპრესია, აქ წერია რომ ტირილი ნორმალურია, მნიშვნელოვანია დედის ჯანმრთელობა, როგორც ფსიქიკური, ასე ფიზიკური და ასე შემდეგ. კვებითი ინფორმაცია, რაც კვების შესახებ ინფორმაციები, ბავშვის კვებასთან დაკავშირებული ინფორმაციები, ასევე სხვადასხვა ბუკლეტები, აქ არის რაღაცა ფასდაკლების ბარათები. ძალიან ბევრი რამეა, როგორი ყავდეთ თქვენი შვილი დაცული, სხვადასხვა რაღაცებისგან, მაგალითად, როგორი სახის სათამაშოები უნდა გამოიყენოთ, რომ ბავშვის ჯანმრთელობას არ შეუქმნას პრობლემები, ასევე, არ ვიცი, 1000-ნაირი გაიდლაინები, 1000-ნაირი, ძალიან ბევრი საკითხავია. იოანეს სკოლაში რო გავუშვებ, სხვა რა საქმე მექნება დავიწყდები და ვიკითხავ. ბავშვის ძებთან დაკავშირებული ინფორმაცია, ფრანგულ ენაზეც, ინგლისური არ იცის. და არ ვიცი, აი 1000 რამ. როგორ უნდა გაატაროთ თქვენი ორსულობა ისე რომ ჯანმრთელობაზე არ შეგექმნათ პრობლემა. ძალიან ბევრი რამეა. ორგანიზერებისა და ჩემი ჩავინიშნო რაც მინდა და რაოდენობითაც მინდა. და რა თქმა უნდა, საჩუქრები პაწეწინას, ჯანსუძბების ზეთი, პაწეწუნა, საყვარელი. შაუერ გელი და ასევე შამპუნი და სუდოკრემი. ამ საჩუქრებით გამომიშვას ახლა. და წარმოადგინაც არ მინდა მე რა იქნება.